ერთ კონფლიქტურ წყვილთან მქონდა სესია მათ ტერიტორიაზე. განქორწინებას აპირებდნენ, როდესაც ასეთი შეხვედრა მაქვს, ყოველთვის ვაძლევ ხოლმე მათ საშუალებას ერთმანეთს სათქმელი უთხრათ, ისინი წყვირიან, ხშირად ერთმანეთს ლანძღავენ და მე ვაკვირდები მათ აზროვნებას. რაღაც მომენტში სიჩუმე დგება და ის შემდეგ უკვე ჩვენ ვიწყებთ მუშაობას, მაგრამ დღეს კარი იღება ულამაზესი 5 წლის გოგონა შემორბის, ჯერ მამას ეკვრეს კულში, შემდეგ დედას, ბებოს გამოქცეო და გვერდითა ოთახიდან. როდესაც გოგონა გავიდა, წყვილშორის აბსოლუტური მდუმარება დადგა და ჩვენც დავიწყეთ მუშაობა. იცით რა იწვევს რაოდენიანი ურთიერთობების დასრულებას? უხილავი უსკრული, რომელიც წყვილშორის ჩნდება და ღრმავდება დროთა განმავლობაში. ოღონდ ისინი ამ უსკრულს ვერ ამჩნევენ, მაგრამ ერთ მხარეს რჩება მეორე მხარეს და მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ერთად არიან, თითქოს ვერ ეხებიან ერთმანეთს, ვერ გრძნობენ ერთმანეთს და ურთიერთობაში წემბრს უწევენ, რომ ერთმანეთს ხმა მიაწვდიან. რა თქმა უნდა, ეს უსკრული ილუზორულია და ის ჩვენს აზროვნებაში ჩნდება, მაგრამ ფაქტია, ის ძალიან ლამაზ ოჯახებს ანგრევს. ჩემი მუშაობის ისტორიაში არაერთი დასანგრევად განწირული ოჯახი გადარჩენილა და რატომ არის ეს ჩვენთვის განსაკუთრებული мотиваცია, შეიძლება ერთ დღეს ჩემი ცხოვრებიდან ისტორია მოგიყვეთ, მანამდე კი გეტყვით, რომ თუ კი ახლა ამ ეტაპზე ხარ, ფიქრობ, რა გააკეთო და რა გადაწყვეტილება მიიღო, ჩემი რჩევა იქნება, რომ ჯერ ჩემთან გაიარო რამდენიმე სესია, მიღებას 10 ოქტომბერს ვიწყებ და სურვილი შემთხვევაში შეგიძლია დამირეკო.